ჟურნალისტსა და დეპუტატს შორის მომხდარი ინციდენტი დაგმო ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახიკალაძემ. პოლიტიკური პირი მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს და ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს, აღნიშნა კალაძემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კი ჟურნალისტებს ემოციების შეკავებას თხოვა. დღეს ფაქტს გამოეხმაურნენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან. როგორც დეპუტატებმა ასმათ დიასამიძემ და ეკატერინე თარგამაძემ განაცხადეს, მედია ვასაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ადგილი ადრეც ჰქონდა. გუშინ მომხდარი ინციდენტი კი სწორედ იმის შედეგია, რომ თავის დროზე დეპუტატის ქმედებაზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა. დეპუტატები მედია ვასაძის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის დატოვებას მოითხოვენ. უმცირესობაში უმრავლესობის დეპუტატების რეაქციას ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტენ დააყენონ თუ არა დღის წესრიგში ვასაძის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სამწუხაროდ უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებსა და უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს შორის კონფლიქტური სიტუაციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ფაქტები სათანადოდ რო ყოფილიყო შეფასებული თავის დროზე, აღარ განმეორდებოდა და მოუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ყველა მსგავსი ფაქტი გუშინდელი ფაქტის ჩაწვრით იქნეს გამოძიებული, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ერთხელ და სამუდამოდ ვისურვებდი, რომ უმაღლეს საბჭოსა და თქვათ ზოგადად ჟურნალისტებს შორის ან სხვა საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის ჩამოყალიბდეს ნორმალური ადამიანური კოორდინირებული მუშაობა და ურთიერთობა. ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი აღნიშნული, ეს ბოლო ფაქტი არის მიუღებელი, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ ვცეთ იმ ჟურნალისტის უფლებებს და პოზიციებს პატივი. ვგმობ კატეგორიულად ჩემთვის მიუღებელია, რადგან ყველა ადამიანის უფლებები უნდა იყოს ერთნაირად დაცული ამ ქვეყანაში.